ქვები მამა აბსოლუტის გზავნილი 16 მაისი 2019 წელი. მოგესალმებით ჩემო ძვირფასო და საყვარელო შვილებო. დღეს მე მსურს გესაუბროთ ქვებზე. ისაც ადამიანები აღვქვავენ როგორც სუსულო საგნად, რეალურად არის ძალიან ძველი ცივილიზაცია, რომელიც ცხოვრობს პარალელურ სამყაროში. ამ ცივილიზაციის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ ის არსებობს ერთდროულად ორ სამყაროში, ფიზიკურსა და ნატიფ, სადაც მათი სულები ცხოვრობენ. ქვების სულებს აქვთ დიდი ძალა, ამიტომაც მათი ადამიანებთან ენერგეტიკული ურთიერთქმედება არის იმდენად ძლიერი, რომ ზეგავლენას ახდენს მათ ფსიქიკურ და ფიზიკურ მდგომარეობაზე. ქვებს ჰაერისა და წყლის მსგავსად შეუძლიათ აიღონ დიდი ენერგია იმ ადამიანისგან, რომლითაც კონტაქტი აქვს, თუმცა თუ წყალი და ჰაერი გავლენ ადამიანის გავლით ტრანზიტად და შეუძლიათ საკმაოდ სწრაფად რომ განიწმინდონ, ქვები, რომლებიც ივსებიან ამ თუ იმ ენერგიით, ინახავენ მას საკმაოდ ხანგრძლივად. ეს განპირობებულია იმით, რომ მკვრივი სტრუქტურა თავის მხრივ ამკურებს ენერგიას, რომლითაც არიან ისინი ახსილები და მისი ქვისგან გამოტანა შეუძლია მხოლოდ ძალიან სუფთანათელ ადამიანს, რომლის ენერგიასაც შეუძლია შეაღწიოს ქვაში და გაანეიტრალოს მასში არსებული ნეგატივი. ქვების ამ თვისებებს საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ ჯადოქრები და მაგები. ამგვარად ძვირფასი ქვებით მორთული სამკაული, რომელიც ახსილია დაბალი ვიბრაციებით, შეიძლება გახდეს ადამიანის ცხოვრების დამანგრეველი და ჯანმრთელობის მომყევი. რა ხდება ქვების სულების შემთხვევაში, როგორ რეაგირებენ ისინი ასეთ მოპყრობაზე ადამიანის მხრიდან? საქმე ისაა, ჩემო ძვირფასებო, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქვები თავად იმყოფებიან საკმაოდ მაღალ განზომილებაში, მინიმუმ მეოთხეში მათ არ აქვთ უფლება, რომ ჩაერევონ დედამიწაზე მომხდარში. მათი მისია თქვენ პლანეტაზე მდგომარეობს იმაში, რომ თვალყური ადევნონ მის ევოლუციას და მხოლოდ ირიბად მიიღონ მასში მონაწილეობა. ახლა კი, რადგანაც ბევრი ადამიანი ხანგრძლივი სულიერი დეგრადაციის შედეგად ბრუნდება ღვთაებრივი საწყისისაკენ, ქვები ადამიანთან ერთად მიყვებიან ამ გზას. ისინი იწვევენ გაცოცხლებას და აღადგენენ ჰარმონიულ ურთიერთქმედებას ადამიანებთან, როგორც ეს იყო შორეულ პერიოდში. ახლა კი დიდი ყურადღება უნდა უთმოთ ყველა სახის ქვას, უბრალოდ კენჭიდან დაწყებული ძვირფასი ქვით დამთავრებული, რომელმაც გაიარა დამუშავება, ანუ აივსო იმ ადამიანის ენერგიით, რომელსაც მასთან შეხება ჰქონდა. ქვების სულები ახლა სულ სხვანაირად იწვევენ მოქცევას, ისინი ცდილობენ ადამიანის დახმარებას, რომ დაუბრუნდეს თავის პირადი მღვდელკაცის მდგომარეობას. რაში გამოიხატება ეს? პირველ რიგში იმაში, რომ ისინი მთელი ძალებით ცდილობენ, რომ ადამიანების ყურადღება გადაიტანონ პლანეტაზე მათი ბარბაროსურ დამოკიდებულებას. გაწმენდა ყოველთვის მიმდინარეობს კრიზისით, ამიტომაც დედამიწის სხვადასხვა კუთხეში დიდი ქვების მასივები იწყებს მოძრაობას. ზოგჯერ ეს იწვევს ბუნებრივ კატაკლიზმებს, თუმცა ამგვარად ქვები ცდილობენ ადამიანების გამოფხიზლებას, რომ შეაჩერონ მათი ბარბაროსური მოხმარებული დამოკიდებულება დედამიწის მიმართ. ყოველთვის გახსოვდეს იმის შესახებ, ჩემო ძვირფასებო, რომ ქვები ცოცხლები არიან. მათ შეგიძლიათ ესაუბროთ, ისინი ელოდებიან თქვენთან ურთიერთობას და სიხარულით ეგებებიან ყოველ ადამიანს, რომელთან მათთან დიალოგი დაიწყო. ისინი ეჩვევიან თავიანთ საცხოვრებელ ადგილს, ამიტომ ყოველთვის თხოვეთ ნებისმიერ ყველაზე მცირე კენჭას კი სურს ვარა მას, რომ ის თან წაიყვანოთ. თქვენ აუცილებლად იგრძნობთ მის პასუხს. ამაზე გავჩერდებით დღეს. მამა აბსოლუტი, რომელსაც განუზომლად უყვარხარ საუბრობ თქვენთან. ზავნილი მიიღო მართან, თან უნდა წაიკითხა გოჩა. ვიდეოს ბოლოს მსურს შემოგთავაზოთ კურსი, რომელიც დაგეხმარებათ გაიაროთ ეზოთერიკის საფუძვლები და უკვე დღესვე დაიწყოთ თქვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. ასევე გთავაზობთ პირად კონსულტაცია, სადაც განვიხილავთ თქვენს პრობლემას, გეტყვით თქვენ სულიერ მისიას, თქვენ დადებით და უარყოფით მხარეებს და დაგეხმარებით თქვენი გასაჭირის მოგვარებაში. დამატებითი ინფორმაციისათვის დამინერგეთ ტელეფონის ნომერზე ან მომწერეთ სოციალურ გვერდებზე. ლინკები მოცემული აღწერაში. გისურვებთ წარმატებას.